მოგესალმებით, შემოპატარებო, ვაგრძელებ ვიდეო გაკვეთილებს Scratch-ში. დღეს ვისაუბრებ მეორე ნაწილზე, ანუ ჩვენ დავიწყეთ წინა გაკვეთილზე ხტუნვა თამაშის ესეთი თამაშის გაწერა Scratch-ში, სადაც ძირითადი სპრაიტები იყო წიწილა და კვერცხი. წიწილა უნდა ახტეს და გადაახტეს კვერცხს. და თამაში არის ჯერჯერობით ამდენი გაწერილი, სფერის ღილაკზე დაწყაპებით წიწილა ხტება კვერცხებს, ხოლო თუ დაეჯახება კვერცხს შეეხება, გაჩერდება თამაში. დღეს გავწერთ ასეთ ალგორითმს, შემოვიტანთ ქულებს და მოვახდენთ ასეთ რამეს, რომ როდესაც ქულების რაოდენობა მიაღწევს კონკრეტულად 5-ს ან 10-ს, მოხდეს თამაშის მოგება, ხოლო როდესაც კვერცხს შეეხება წიწილა, მოხდეს წაგება. პირველ რიგში უნდა დავამატოთ ქულების განყოფილება, შევდივართ ცვლადებში. ვირჩევთ შექმენი ცვლადი და ვაწერთ ქულას. ქართულად დავაწეროთ, თქვენ როგორც გნებავთ ისე, ოკეის ვაწვევი და ქულა დაემატა. ამ ქულას თუ ხელს მოვკიდებთ, შეგვიძლია გადავაადგილოთ. ვიცით, რომ სახელი უნდა დავაწეროთ აი ამ განყოფილებაში Scratch-ის თამაშს, აქ შეგვიძლია თამაში დავარქვათ ხტომა თამაში. ამის შემდეგ ვაკეთებთ ასეთ რამეს. მიანიჭე ქულა, აი ეს ბლოკი, რომელიც ნიშნავს, რომ როდესაც დროშას ხელს დავაწყაპებ, ყოველთვის 0 ქულა იყოს ჩართული, ეს უნდა მივადგა დროშასთან. ჩამოვშალოთ ეს განყოფილება და აქედან ავირჩიოთ ქულა. შესაბამისად, რამდენჯერაც თამაშს დავიწყებ, ყოველთვის ქულა განოლდება და დაიწყებს 0-დან 10-ს. ხოლო შეცვალე ქულა ერთით ნიშნავს, რომ რამდენჯერაც წიწილა ახტება და დახტება იმდენჯერ მოიმატებს ქულა ერთი. თქვენ შეგიძლიათ თუ აქ 2-ს ჩაწერთ, 2-ობის მოიმატებს 2-4-6. თუ სამსამობით მოიმატებს და ასე შემდეგ. გავტესოთ რა გამოგვივიდა. შეეხოდა გაჩერებულია, გადავახტი. ხედავთ, რომ ქულების რაოდენობა იმატებს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია რომ გადავიდეთ ფონების განყოფილებაში და შემოვიტანოთ ფონი. მოგების ფონი შემოვიტანოთ პირობითად. სცენას ვაწყაპებთ იმისათვის, რომ ფონზე გადავიდეთ და დავაწეროთ აქ, თქვენ მოიგეთ. თუ ჩართული არ გაქვთ ტ, ვერ დაწერთ, უნდა იყოს ჩართული ტ, როგორც ხატვის მენიუში და თქვენ მოიგეთ. თქვენ მოიგეთ. ამის გაზრდა ხდება კონტურზე ერთხელ დაწყაპებით. გავქაჩავთ და გაიზრდება. ფერები თუ არ მოგწონს, შევსებიდან შეგვიძლია გადავირჩიოთ ფერი და ესენი ნასწავლი გვაქვს და უკვე ვიცით, როგორც შეიძლება ფერების შეცვლა. პირველი ფონი არ გვჭირდება და წავშალოთ, ხოლო მესამე ფონს მე შემოვიტან ჩემი კომპიუტერიდან, რომელიც წინასწარ ჩამოტვირთე, ამიტომ ვაწყაპებ ატვირთვას. ფონები აქაც არის დამატებული და აქაც გვაქვს ვიცით. როგორც კი ფონებში შევალ, უკვე ფონების განყოფილება ქვემოდანაც ემატება. გაიხსნა ჩემი კომპიუტერის საქაღალდი და აქედან მაქვს ესეთი წაგების სმაილი შემოტანილი, მოწყენილი სმაილი და აი ამ სმაილს დავტოვებ წაგების სმაილად. დავაწერ რომ თქვენ წააგეთ. გავზრდი ამასაც. დაამატოთ შეგიძლიათ კიდევ სცადეთ, ან თქვენ თვითონ დახატოთ. გვაქვს დახატვის მენიუც გვაქვს, ხო? აი აქ ამ ველში გირჩევთ, რომ თითოეულ ფონს დაარქვათ სახელი, რომ შემდეგ ფონების განყოფილებაში გაგიადვილდეთ მოძებნა თითოეული ფონის. მაგალითად, ეს რომ არის წაგების ფონი, დავაწეროთ რომ წაგება, ეს რომ არის მოგების ფონი, დავაწეროთ მოგება, ხოლო ეს რომ არის პირველი ფონი, ვითაც თამაში უნდა დავიწყოთ, დავაწეროთ პირველი ფონი. ნახოთ, რას გაგვიადვილებს ეს ჩვენი ხერხი. დავდგეთ წიწილას კოდზე, ისევ არ დაგვაუწყდეს, თუ სცენებზე ვიდგებით, კოდები არ გამოგვიჩნდება და არ დაიბნეთ და გავაგრძელოთ კოდების წერა. ანუ, როდესაც მე წიწილაზე დავდგები, ყოველთვის უნდა იყოს ჩართული ეს პირველი ფონი. ამიტომ გარეგნობის განყოფილებიდან ვირჩევ გადაერთებ ფონზე, როდესაც დროშას დავაწყაპებ, ყოველთვის გადაერთოს ფონზე და იყოს პირველი ფონი. ხოლო როდესაც მოხდება წაგება, შეხება, როდესაც მოხდება, ანუ შეხების დროს რო გაჩერდება სპრაიტი და წაგება მოხდება,
ამ შემთხვევაში გადაერთოს ფონზე წაგება. ეს წაგება უნდა დავამატო მეორე კვერცხსაც, აუცილებლად აქაც შეხება გვაქვს და გამოვივა ასე. ხოლო როდის მოხდეს მოგება? მოგება უნდა მოხდეს, როცა ქულების რაოდენობა მიაღწევს რაღაც კონკრეტულ რიცხვს. ამიტომ გჭირდება ოპერატორები, ახალი განყოფილება ოპერატორები, სადაც გვაქვს ესეთი საინტერესო ბლოკი, რაღაცა ტოლია 50-ის. აქ შემიძლია მე ჩავწერო მაგალითად 5-ის ტოლი როცა იქნება ქულების რაოდენობა. აი ამ განყოფილებაში ჩავსვავ ქულას. შევდივარ ცვლადებში და ეს ჩემი ქულა, რომელიც შევქმენი მოვკიდებ ხელს და ჩავსვავ აქ. ანუ თუ ქულების რაოდენობა გახდება 5-ის ტოლი, მაშინ მოხდეს მოგება. ხო? ამიტომ მართვის განყოფილებიდან მაქვს ვიცი აქ თუ ბლოკი და ამ თუ ბლოკს ჩავსვავ ამას. ანუ თუ ქულების რაოდენობა გახდება 5-ის ტოლი, მაშინ მოხდეს მოგება. გადავიდეთ გარეგნობაში ისევ და გავაკეთოთ გადაერთოს ფონზე მოგება, ხო? ავიღოთ ეს ბლოკი და ჩამოვწეროთ მოგების ფონის შემოვიტანოთ. და მივადგათ ამას და გააჩეროს ყველაფერი, ხო? გადაერთოს ფონზე მოგება და გააჩეროს თამაში. მართვაში გვაქვს ვიცით, გააჩერე ყველაფერი და მივადგათ მოგებას. ეხლა რა შეგვიძლია მეტი ინტერესისთვის გავაკეთოთ, როდესაც ფონი გახდება მოგება, ჩაერთოს მუსიკა. ეს ყველაფერი გვაქვს მოვლენების განყოფილებაში, როდესაც ფონი ხდება რაღაც. ხო? ანუ მე მინდა რომ როდესაც ფონი ხდება მოგება, ჩაერთოს საინტერესო ხმა. ხმაში შევდივართ, ჩართე ხმა. ვიღებ, ოღონდაც ახლა ჩიტის ხმა აღარ მჭირდება და მე მჭირდება ხმების განყოფილებაში გადავიდე, შევიდე ხმებში და ავირჩიო აქ რაღაც დარტყმები არ მინდა, ციკლები ავირჩიო. ან მაგალითად ესეთ საინტერესო ხმა ავირჩიო და დავაჭირო აი ამ ეს ხმა იყო დამატებული. შესაბამისად, წაგებაზედაც იგივეს გავაკეთებ, როდესაც ფონი ხდება წაგება, როცა ხდება, ჩაერთოს ხმა გარეგნობიდან, რაღაცა დარტყმის ხმა იყოს, ხო? იყოს დარტყმის ხმა, გადავიდეთ ხმებში, ისევ შევიდეთ ხმებში და დავამატოთ დარტყმებში შევიდეთ. აი ესეთი მძაფრი ხმა იყოს. ამიტომ ხმების განყოფილებაში ეს ჩემი დამატებული ხმაც დავამატოთ და იგივე დამჭირდება მეორე კვერცხისთვის, ამიტომ მივიტანოთ და ჩავარდოთ ამ კვერცხში. ნახოთ თუ ჩავარდა, ნამდვილად ჩავარდა. გავტესტოთ აბა რა მივიღეთ. შეეხო და წავაგე, გამოვიდა რომ თქვენ წააგეთ, ეხლა ვცადოთ რომ მოვიგოთ. ისევ წავაგე. მოგება, აქვე თქვენ შეგიძლიათ გაწეროთ რომ როდესაც მოხდება წაგება ან მოგება წიწილა დაიმალოს, ჩვენ ეს დამალვები და გამოჩენები უკვე ნასწავლი გვაქვს არის გარეგნობაში, მაგალითად მინდა რომ წიწილა გამოჩნდეს, როდესაც თამაში დაიწყება, გარეგნობაში გვაქვს ესეთი რამ, გამოჩენა და დამალვა და ასევე მივუტყავთ კვერცხებს ამ ბლოკსაც, როდესაც თამაში დაიწყება, წიწილა გამოჩნდეს, ხოლო როდესაც ფონი გახდება ეს და მუსიკა ჩაერთვება დაიმალოს. შედეგად მივიღებთ ესეთ რამეს. დავაჭიროთ და კვერცხზე თქვენ გაწერეთ